ეხლა ამ წუთში ამ ვისკის როცა განვიხილოთ აი ამ თარიღში, ეს ბოთლი არის გამოსული ზუსტად 1 თვის წინ. ახალი ხალხო რაღაცა. Limited edition, რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო limited edition-ებს წერს და ვსინჯავთ, რომ იცოდეთ. Legic-ი თუ Ledaik-ი თუ Lechik-ი თუ როგორ არის? Ledaik-ს ვეძახდი თავიდან, Legic-ზე გადავედი მე ბევრის მოთხოვნით და რავი, Legic-ი რა, Legic-ი, მაინც Ledaik-ი რა ვიცი ესე ვარ. Castaway ეგეთი ქვესახელი აქვს ამ ჩვენს Legic-ს და ძალიან ორიგინალური და განსხვავებული რაღაცაა. მე პირადად ესეთი კასრების მიქსი ცხოვრებაში არ გამისინჯავს. აი მოყევი რა შუქურა ახატია, მალენდ იონა ეს რა. რომის კასრის და ტეკილას კასრის მიქსი არის ეს ვისკი. ესეთი რამე მე არ გამისინჯავს. შეიძლება ეს ბოლო ვიდეო იყოს ჩვენი მეგობრებო და რას ვთავარია 61.1 გრადუსი. ხომ თქვი ეს ჩვენი ბოლო ვიდეო იქნება მეთქი ისე ჩემ ჩვენებას მივაწვევი. რა იყოს თუ გაინტერესებდა აფერი განსაკუთრებული ჩვეულებრივი კარტონის ყუთია და რაღაცა შუქურა ახატია ეს იგივე გადადის ნახატი ესე აქეთ-იქით და რაღაცები აწერია ზედ რაღაცა თავისი ამბით რაღაც პატარა მინი სტორის რო მოუგონებენ ხოლმე ასე რომ არ გვინდა გავსინჯოთ და უნდა ვიცოდეთ როგორია რა გემოხს რა გააკეთეს ახალი კასრის სიძლიერეზე და უასაკო და 61 გრადუსი ძალიან მაშინებს რა ძალიან მაშინებს მე ტეკილას კასრი მაშინებს აჰა ტეკილას კასრის რაც გავსინჯეთ მე ვერ წარმომიდგენია ტეკილას კასრმა რა არომატი შეიძლება მისცეს ვისკის იმიტომ რომ სამი ვისკი გავსინჯეთ მე ვერ ვიგებ ერთი იყო smoke-edi, რომელიც იყო საშინელება. კი ბატონო, smoke-eდის ბაზა უკვე ძალიან მძიმეა და ტეკილამ საერთოდ გაათახსნა. კიდე რა გავსინჯეთ არ მახსოვს. რაღაცა მახსოვს კიდე ტეკილას კასრი. ერთი იყო საქართველოში შოვებოდა 15 წლიანი დინსტონი ტეკილას კასრის, მაგრამ მე არ გამისინჯავს. მოკლედ რაღაც მახსოვს კიდე რა, ანუ მახსოვს რომ ტეკილას კასრი ესე ერთჯერად სათქმელად არა მაქვს, ორ-სამჯერად სათქმელად მაქვს, რომ ტეკილას კასრი სადაც გააკარეს ყველაფერმა ხო, აღარ ვიტყვი იმ სიტყვას. რაკენ ვერ მოაძრე? არა, რაღაცნაირად შეწყლეტილია. და ხო ხედავთ, ვისკის ღმერთსაც კი არ უნდა რომ გავსინჯოთ ეგ ვისკი და რას გვაძალებს ვერ გავიგი. ნუ ეს ხვალიდან უკვე ბარში იქნება, რომ მაინც უნდა გაიხსნას სხვა გზა არ არის. კი ბატონო, მოდით და თქვენს გაშინ. მე ჩვენ ვერ სინჯავთ და მოდით რა თქვენ გულხმა ქონდა და სპეციალური დანა. რომელიც კინოში რო დანას იღებენ ხოლმე და გამძაფრებული ხმარო აქვს, ხო იცი? ხო, ეგ რაღაცნაირი ლითონის გასწრების ეგ ხმა იყო რა, ვერ ქენი მაინც. აჰა, всё. ჩამოახიებთრია, შური იძიე ხო? აი ეგრე. აი შური ჩაჩის მოზრობა ვიზუალის ამბავში, მაგრამ მე ძალიან საცობირო შანს ძალიან მომწონს. მეც მომწონს ეგ კი. თავიდან არ ვაძლევდი, მაგრამ შენ მე შენ რომ მითხარი სხვადასხვა მე ახალი დამეგობრებულები ვიყავით, მე დავფიქრდი და მაშინ გაღიარე რომ ყოჩაღ მეთქი და აგითხარ პირში ხა. პირში რომ შემექო მე თავ შეუვარდებოდა. გოგირდია სულ. ამაზე გოგირდი არის, გოგირდია ტეკილა ვერ გავიგე რა ვიცი. სულ ახალი გახსნილია და ნუ თავიდან ექნება, მაგრამ ჩვენ ხო პროფესორები ვართ. ეგ იმასაც მივხვდებით, რომ თუ რამე ცუდი აქვს, იმაზე აირაციაზე გავა თუ არ გავა. მაგის მიხედვით უნარიც გვაქვს, ხო? ვითრაბახოთ ცოტა ეხლა რა თქმა უნდა. აბა ნახოთ. რა იყო რომი, ტეკილა? რომი და ტეკილა, მეტი არაფერი არა. ბურბონი არ არის ბაზარზე? არა, მარტო რომი და ტეკილას კასრების მიქსი არის. მარტო რომი ცუდი არ იქნება. სიძლიერის უასაკო ტორფირებული. აბა. რა მძაფრი ცხვირი აქვს. ესე იგი მართალი ხარ შენ? ხო. ვერ მივხვდი ტეკილა თუ გოგირდი, მაგრამ მე მგონი ტეკილაა. ტეკილა? არ არის გოგირდი არა. ან ყოველ შემთხვევაში იმდენად მძაფრი ტეკილა სუნი აქვს. მძაფრად ტეკილა სუნი, რომ ყველანაირ გოგირდს კლავს, მაგრამ ან ის გოგირდი საიდან მომდიოდეს, კაც გოგირდი ძირითადად იმის გამო ახოლმე, რომ ნუ პირველი კულტს და ბოლოს რო აჭრიან ხოლმე იმის დაპატარავების გამო და მეორე იმის გამო, რომ მაშინ რა ქვია ხერესის კასრებს ვერ იმეტებენ გადასაყრელად და წავენ ამ გოგირდის ანთლებით, ხო? ესე იგი, იმდენად მძაფრად აქვს ეს ტეკილას არომატი, რომ ტორფი არ ეთყობა საერთოდ. ხო? მე ტორფი ეთყობა, მაგრამ ტეკილას ძალიან გეუბნები ჩაასხესო პირდაპირ. ანუ ჩვეულებრივი ტეკილა, აი ბლაინდზე შეიძლება ტეკილას სვამ რა. ანუ ბლაინდზე რო დაგესხა და არ გეთქვა რომ ვისკი აბა რასასმელიაო, ალბათ მიხვდებოდი რომ ვისკი აბა რა. აი სერიოზულად დაფიქრდებოდი რამე სხვა ხო არ არის ან ტეკილა ან რაღაცები. რომი საერთოდ არ ეთყობა ახლა. ტყობით არ ეთყობა, ხო არ განიავდა ამასობაში ცოტა არ იქნება რაღაც განიავება ცვლის, ეგეთებს ცვლის ხოლმე განიავება. ნუ
ცხვირზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ვისაც ტეკილა გიყვართ. აუ, გაგიჟდები. გაგიჟდებით ამ ვისკიზე, იმიტომ რომ მართლა ტეკილას ცხვირია, აი ერთ-ერთი ტეკილა არის ცხვირზე. ეხლა უყურე ტეკილა მეც მიყვარს, მაგრამ იმის დალევას აქვს სხვა კულტურაა რა, იმის დალევას სხვა გამოსვამ და სხვანაირად სვამ. ეხლა იმ სიტუაციაში ეს რომ დამახოდრო მაგრამ გამისწორდება. აი მართლა რა, აი რაღაცა. თუნდაც ამჯერით არ აქვს ისეთი ანუ ისეთ სუნი არა აქვს რომ ამაზე თქვა რომ აუ არ დასუნო გადაკრა ეგეთი არ არის ჩვენი სუნი აქვს რა ვიცი სუნავდა და ეგ მგონია რა რატომაც არა რა იმასაც რომ მივითან ხოლმე ისე ვარ მეჩვეული ჩვენ ხუმრობაში ვამბობთ ხოლმე და კი არა და ერთმანეთს ვიჭერთ ხოლმე ფაქტზე რომ ხანდახან წყალი დამისხიო რომ ეხლა შეიძლება დასუნოს და მერე დალიოს ხო რაღაცა ისა გვაქვს რა ქვია ხო და აი მაგასაც ახლა რომ დავსუნავ დალევის წინ არაფერი არ შემაწუხებს წამოვიდა ბიჭო სიტყვები და სიმჟავეები რაღაც ცოტათი ისე რა, სხვათა შორის 61 გრადუსისთვის საკმაოდ რბილი ცხვირია. მაგას ვამბობ, ცხვირს არ მწვავს. კარგი სუნი აქვს რა. აი, ტეკილა სუნი რო აქვს, ეს თუ პრობლემაა, მაშინ შეიძლება არ გაგისწორდეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ დაგჭყანავს რა. ხო, ვისაც ტეკილა არ გიყვართ, არ მოგეწონებათ ეს ცხვირზე პირდაპირ ვამბობთ, იმიტომ რომ 100% ტეკილა არის ცხვირზე. ვისაც ტეკილა გიყვართ, ძალიან მოგეწონებათ და თან კასრის სიძლევის ტეკილა ხალხო, მეტი რა ქნას ახლა. აუ, ამას ეხლა, აუ, საჭმელთა ფიარინგში ეს იქნება ძალიან ისეთი რაღაცა იმესთან რა, სიფუდთან და რაღაცეებთან. ზღვის პროდუქტებთან ნამდვილად იქნება, აი, ძალიან კაი. ერთად შემოთუშავენ 8 ფეხის ფეხები და მოლუსკები რაღაცეები ერთად რო არის ხოლმე. აი, ეხლა ვიგრძენი ტორფი. აი, ეხლა ნელ-ნელა გადავიდა ჰაერზე. მაგრამ გადადის კი, აშკარად ნიავდება, ეს კარგია. ტორფი წამოვიდა ზემოთ. რომ იცვლება ჰაერზე თუნდაც ამ 2 წუთის განმავლობაში, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რა პერიოდში ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს უკვე კარგი ნიშანია რა. შეიცვალა კი, გადავიდა ტორფი და წაღან ხო თქვი ცოტა სიმჟავე წამოვიდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომის კასრი სანთლით არის რომი შეიძლება გემოზე იყოს. შეიძლება. კაი, მაშინ გავსინჯოთ, წავედით. ვა, ინტენსიურია. გრადუსი სად არის? ბიჭო, პირველი დასაფასებელი, პირველი ბრავო ამ ვისკის რო 61 გრადუსია და არც ცხვირზე და არც გემოზე სპირტი აღწვავს. თურამე პირია მიფეთქა, ეს არის ინტენსივობა გემოსი და პილპილის სიცხარე და კაი ტკბილია გემოზე. გემოზე ტკბილები წამოიღო რაღაცა. ძალიან სქელია, ძალიან ზეთოვანია. ძალიან კაია. გემოზე არის ძალიან კარგი რა. გემოზე ტკბილები წამოიღო, ეხლა ეს ტკბილები შეადგინა ხა. ვერ ხვდები რის ტკბილებია. ნუ ტეკილადან ვერ მიიღებ, ხო? რომიდან უნდა მიიღო ეხლა ეგ რა. სიტყვის ტეკილა. ისეთი სიტყვებია, რომ გამიჭირდა რომ ის აქვნა რა, თან ინტენსივობა აქვს მაღალი, ძალიან აფეთქეს პირს და ვეღარ ვარჩევ. პირველი ყლუპის მერე ცხვირზე წამოვიდა ცივი ჩაი, ჩეფირი წამოვიდა ჩემთვის. რომელიც უკვე რა თქმა უნდა რომის კასრიდან არის და არა ტეკილასი. კი ბატონო, ცოტა მენთოლის წამოვიდა, ოდნავ ეს ამჭიქაში არის ხოლმე მაგაში ალბათ არის. აბა ნახე, აქ არ არის ხა შავი ჩაი, ცივი შავი ჩაი. აქაც იგრძნობა, ოღონდ უფრო მენთოლთან ერთად. კი, არის აქაც. აქ ჯობია. შენთან ცოტა თევზის სუნი ვიგრძენი კიდე. ხო, სიფუდი მეტყვი გამახსენდა თქო. ვა, გემოზე კარგია ხალხო. აუ, ძალიან კარგი ვისკია. მე გამაკვირა ყველას ძალიან ახლა კი უკვე რამდენჯერ ოჩახ 40 გრადუსიანი მეგონა გამოვლების დროს რა ხო მაგრამ სქელია სქელი ძალიან ზეთოვანია კი სქელია და კარგად აფეთქებს ცხვირზე 99% არის ტეკილა გემოზე ნუ 99 არა მაგრამ 80% არის რომის კასრი ძალიან კარგად დაბალანსებულია თან ამ უასაკოობისთვის რა ტორფები ბიჭო წამოვიდა ცოტა სიტყვის ძალიან კაი ცხვირი გავუხდა ვა, ყოჩახ, ძალიან კაი. ვა, ძალიან ეხლა უკვე მომეწონა რა. თავიდან ცოტა ის იყო, დაბნეულობა იყო, მოდი ჩემ თავზე ვიტყვი, სხვა შენზე არ ვიცი, მაგრამ მოულოდნელობა მქონდა რა. იმიტომ რომ რაღაცებს ველოდი, მაგრამ ამას არ ველოდი ეგეთ ცუნს რა. მიუხედავად იმისა, რომ ტეკილას კასრი აწერია. ძლივს რაღაცა წესიერში არ გაერია ეს ტეკილას კასრი კაცო. ლეჯიგმა შეძლო, ნუ მე რაც გამისინჯოს. იმ სიაში ლეჯიგმა შეძლო ტეკილას კასრი სწორად გამოიყენა რა. ძალიან კარგი ვისკია მთლიანობაში რა. აბა მეორე თავის ფახვარ გასოს ევროში დაგირდა. ევროში სხვათა შორის არც მინახავს ამისი ფასი. არ ვიცი, ევროში. მაგრამ ნუ საქართველოს ბაზარზე ფასის გათვალისწინებით ზვირი არ იქნება ალბათ, ნუ მაქსიმუმ 50-55 евро. ო, რა კარგია, რა კარგია. პილპილები აქვს, ბიჭო, აუ, რა კარგია. რამე გამოვიძახოთ მომინდა რა, აი სიფუდი მომინდა რა, აი. რაღაცა თევზები უნდა ჭამო ამას, მიაყოლო რაღაცა შემწვარი რაღაც სოია სოუსში. ალბათ ერთი 10 წამი ვიულებდი და აუ ძალიან კაი. საერთოდ არ მახსოვდა რომ ამ ხელა გრადუსი ქონდა 61 და ვიულებ ჩემთვის კრემივით გახდა სქელი ძალიან და მე გამახსენდა რომ უი ეს ხო 61 გრადუსია თქვა ნუ საერთოდ გრადუსი არა
ტორფის კარგად იგრძნობა. ესეთი დახვეწილი. ძალიან დახვეწილი ვისკი. ამ ხელა გრადუსით ძალიან და თან უასაკო. აი რა მოგწონს ხოლმე ორი სიტყვით ვიტყვი, სულ რო ვამბობ ხოლმე აქა-იქ რა ვისადმე ვისკიზე რო ლაპარაკი მიწევს, მოულოდნელობა, აღმოჩენა თავგადასავალი აი რაღაცა. ისეთ სიტყვებს ვიძახი ხოლმე რა ვიღაცამ შეიძლება შემოხედოს და კარგი რა შენ კიდე რაღაცა სვამდალია ხო? რაღაც ეგეთი მითხრას და შეიძლება მართალი იყოს თავის პონჩი, მაგრამ მე ჩემ პონჩი მართალი ვარ. ანუ სულ სხვა რამეს ველოდი და ემოცია გამოიწვია რა. სულ სხვანაირი ცხვირი ქონა, დამაბნია, მე შემომთავაზა საერთოდ სხვანაირი გემო, მე სუნზე რო დავბრუნე, კიდე სხვა რამე დახვდა და აი ეს მიყვარს ზოგადად ვისკიში. რაც მე ახლა შევიგრძენი რა. რა ემოციაც მე ახლა ამათ მომგვარა და რა ის განცდებით აღმიძრა ასე ვთქვათ ხო. შეიძლება ძალიან ახლა ვეფხისტყაოსანის ენაზე ვლაპარაკობ და მაღალ ხელოვნებას რაღაცა, მაგრამ ნუ ვილაპარაკოთ ვისკიზეც ასე. რატომაც არა. კარგია. კარგია და აქ არის ბარშია რავი, ახლა ჩვენ გავხსენით. გირჩევთ, აი ნამდვილად გირჩევთ ყველას. აუ, გასასინჯია რა. ანუ ძალიან განსხვავებულია. უცხო, ანუ ნაკლებ გამოცდილებს მოგეწონებათ, მაგრამ მაგარ გამოცდილი ვისკის მსმენელებსაც ჩვენნაირებს. თქვენთვისაც მოულოდნელობა იქნება და დამიჯერეთ მაგარ, აი მოულოდნელობის გამო ეფექტი იქნება მაგარი. ძალიან გემრიელია რა. ო, დიდხანს ჩაუჭიქით რომ დაისხამთ რა. აი კიდე შეიცვალა. კაია. ხო. ეს არის ადგილი, სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება. თქვენ კი გამოიწერეთ არხი, გაწევრიანეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი.